7 საათი დარჩა ჩვენს ფრენამდე და მე ბარგი არც კი ჩამილაგებია. სასურვოდ დასაჯავშნია, არ დაგვიჯავშნია ჯერ. მარტო ფრენის ბილეთები გვაქვს და ევრო, რომლისთვისაც 5 სხვადასხვა ჯიხურში ვიყავი, რომ გადამახურდავებინა და ძლივს შევაკოწიძე სხვადასხვა ადგილებში ცოტა სხვადასხვა ევრო. არ ვიცი, რა გვეშველება მართლა არ ვიცი. რა გვეშველება, ვაიჩვენს. ატრო. ჩემი მონაცემები რო შევასვე, მე მომცა არჩევანი რომ დავამატო კიდევ სხვა დაზღვეული. ამიტომ მარტივი ყოფილა. როგორც თმამა, ესეთივე შინაგანი მდგომარეობით ვარ ამ წამს. თავარია ფრენის ბილეთები გვაქვს, ახლა ვიწყებ სასტუმროს დაჯავშნას. აი ამ მომენტში, ზუსტად ამ მომენტში. ეს სასტუმრო ავარჩიეთ, იმიტომ რომ 4 ოთახია. ჩვენ 7 ადამიანი ვართ და 4-ვეს ცალ-ცალკე ოთახი გვექნება, თავისი ფანჯრებით და ყველაფრით. ეხლა ამ ხას სულ დაუთია. აღარ არის? დაიჯავშნა? კი. Hello darkness my old friend. მაინც დავჯავშნეთ ეგ სასტუმრო, იმიტომ რომ მივხვდი რომ ჰოსტს შეზღუდვა ჰქონდა რომ მინიმუმ 4 ღამე უნდა დაეჯავშნა ვინმეს, რომ საერთოდ დაეჯავშნა ეგ აპარტამენტი. შემდეგი მისია ვიღდო სამოგზაურო დაზღვევა. შენ დაზღვევა კიდე მე წამლები ვიყიდე. კი. იმედი ელი სამოგზაურო დაზღვევა, აი პირდაპირ ესე მარტივად ამომიგდო. ინტერნეტის მოყვება. რა ხდება? ევროპა გენაცვალე. კი უნდა წავსულიყავით მსოფლიოში, მაგრამ ევროპა. ბარგის დაზღვევა გვინდა? აუ ჩემი აუცილებლად. კარგი, იყოს ბარგის და რეისის დაზღვევა ერთად. პირველის ნახევარია მე ახლა მივიდვარ ანასგან. ჩაბარგებული არ ვარ, უნდა ჩავბარგდე, მოვწესრიგდე და 5 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში. ძველი თავი გამოვედი პირდაპირ და მოვედით მე და ლაშა. როგორც იცი, ნიკა, ვერა და ანა არიან უკვე მოსულები. მალე ნიკა და დავითიც და წავალთ. რა თქმა უნდა, ლაშას მოუხ ჩემი ბარგეც. დამხვდნენ პოსტზე გამზადებულები და თან შემატყობინეს რომ 20 წუთში იკეთებაო. რაო, ბარგის ჩაბარება ხო ნიკა? ნიკა ვერიტას ანუ დავიღარა 2 საათი ადრე მომიყვანა. ნიკა ვერიტას დაგვიანებას. ადრე მიხვიდები და დააგვიანებენ. არა, ნიკა შვილი წლით ადრე არა. ნიკა და დავითი აგვიანებენ და მე კი უთხარ ვიბრძოლებ მეთქი რომ არ დაკეტონ მეთქი, მაგრამ აი რას ვისამ არ ვიცი. ნიკა და დავითი მოვიდნენ. ბარგს ვაბარებთ. რამდენი იყო ნიკა შენი? ამის იყო 15, ამის იყო 19.8, ანუ ზუსტად დაასვა, ჩემი ჯერ არ ვიცი. ველოდებით. აი რამდენი ხალხი ვართ მოლოდინის რეჟიმში. აბა ანა, შეხვედი ლაუნჯში თუ ვერ? ლაშა ჩემი ბარგსაც ატარებს, რა თქმა უნდა. იქო. კარგი. ვაუ, რა ლამაზია. აქ ცალკე თვითმფრინავის გაფრენასაც ვუყურებ. ძალიან დიდი ადგილია ხელბარგის დასადებ ადგილზე. აი ძალიან დიდი ადგილია. სხვა თვითმფრინავებში ყოველთვის უნდა დაასწრო ვიღაცას, რომ შენი ჩაედიოს და აქ არ არის ეგრე. მე 15 რიგში ვართ ყველა, მაგრამ სხვადასხვა ადგილებში. დაიწყო უკვე თვითმფრინავი და მალე გავფრენდები. ლაშა სამჯერ გადაუღეს ფოტო. ანუ კი გააჩერეს რაზე? ანა ბეჭდებზე გააჩერეს. ლაუნჯის იმედი ჰქონდა და ლაუნჯში არ შეგურჩეს, იმიტომ რომ რაღაც 15 დღის მანძილზე 1500 ლარი თუ არ გაგა. ტერმინალზე გატარებული ისე არ გეკუთვნის. შვეიცარიაში მივფრინავთ ერთხელ და ჭამის გამო 1 წუთით დაგვეგვიანდა ფრენაზე და ამის გამო არ აგვიშვეს თვითმფრინავში. 4? არ დაგვიგვიანია საერთოდ დროულად მოდის უბრალოდ აღშევ. ხო, პოლონელები არიან საშინელი ტიპები დაგვიანების შემთხვევაში, ანუ 1 წუთით ადრე თუ არ ვეხვედი არ შეგიშვებენ. პასპორტი დავუკარგე. ჩემს და ლაშას. 2 პასპორტი დავუკარგე, სადღაც მივაპრანდალი და სადღაც დავდები და გამოვშავ. ვიპოვეთ, გადავრჩით. 10 ზლოტი გაჩვენე. ამან იპოვა 10 ზლოტი. ამის იღბალი ნახე რა უბრალოდ. ნიკამ ხო იპოვა 10 ზლოტი და ახლა უნდა დახარჯონ რამეში და მაინტერესებს რაში დახარჯავენ. ნიკამ გადაწყვიტა რომ წყალი იყიდოს, იმიტომ რომ სხვა ფიზიკურად არაფერი არ მოსდის. აგერ უფრო იაფიანია ნიკა წყალი. 6 და 99. საღეთი რეზინი იყიდნენ. ანუ კი ეს ვიყიდოთ. 10-დან გაგიმატებ 10. დავიწყეთ კვება, აქტიური კვება. ჩემი სალათი, რომელიც ვიყიდე სალათ სტორიში და ლაშა მაიღო მაგდონალდსის ბურგერი. ესე იგი, ამ სალათში წყალში და პურში გადავიხადე 70 ლარი. 70 ლარი, მეგობრებო. რა ღირს პოლონეთის აეროპორტში წყალი? 145 ზლოტი, რაც არის ალბათ 145. გამორიცხულია ძალიან ბევრი. 8 ზლოტი. მადრიდში მივდივართ მეორე რეისს. Sorry. I will not take it. Good morning. მადრიდში მივდივართ, ეს არის ჩვენი მეორე რეისი.
ანუ ყველა დაბარგებული, ჩაბარგებული გუნავთ და წავიდეთ ხოთიფრინავში. თუ რაღაც სჭირს ამ თვითფრინავს. აუ, იმენა მეზარება რა ის პროციალი აქეთი. რაღაცა სჭირსო თვითფრინავსო და უნდა გადახვიდეთო სხვაგანო. ჩვენს მოგზაურობას საზღვებს იმედიელი, რომლის დაზღვევაც ხუში ღამე ვიყიდე. ღამის 2 საათზე და თან ძალიან სწრაფად და მარტივად ყველას ესე მივაბი მონაცემები და ეგრევე ვიყიდე. სამოგზაურო დაზღვევა იყო ცალკე პაკეტი რა და პაკეტის დაზღვევას დავამატე და რეისის დაზღვევას, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. თავარი იყო რომ ძალიან მარტივად და სწრაფად გავაკეთეთ ყველაფერი და თან ოჯახის ეკებთან გასაუბრება შეგიძლია თუმე ნებისმიერ წერტილიდან თუ დაგჭირდა რა, აი წინა წელს რო ეს მიცოდნო და ძალიან გამეხარდებოდა. აპლიკაცია აქვს, სადაც შეგვიძლია ონლაინ ვიზიტი დააწყოთ. ვერადეგები რა მახინდა. კი ჩავსხედით, მაგრამ რა იქნება შემდეგი, ვნახოთ, რას ველოდოთ. ასეთი ვაფლებიც დაგვირიგეს. ლაშა ჩამს მოგეწონა? რადგან 1 საათი გადაგვიდეს ფრენა და გვაპროციალეს აქეთი კი წუშები დაგვირიგეს. მეცნაინი წაგებიშვიდებს წინ. ვაშლის ჯემით არის. გემრიელია. ლაშა დრამინა დალია და რო დაიძინებს, აუცილებლად ვიდეოს გადავიღებ, იმიტომ რომ იძახს არ მეძინებაო. ბარგი ავიღეთ, მოკლედ ლაშა ძალიან გაბრაზებულია, იმიტომ რომ მაგის ბარგი არის. აი, ჩემოდანი გაუტეხეს. დამალაპარაკე მამა. ჩემოდანი გაუტეხეს, მაგრამ დაზღვეული გვაქვს საბედნიეროდ სამოგზაურო დაზღვევაში ბარგიც დავაზღვიეთ. დაატრიალ ერთი მაჩვენე რა სჭირს. ეს ერთი მეორე? ქებოჩე ხედე რა სჭირს. ვაიმე, აქაც გოდეხილია. აი, კიდე ნახე. სიგზე სიგანე. ფიცავა ჩემს სიგზე სიგანეს. მე ნახე, ვაიმე, სულად ეხილია. პასუხისმგებლობა არის. ერთი ტაქსი 4 კაციანი გამოვიძახეთ და ჩაბარგდნენ, წავიდნენ. ახლა ჩვენ იქ-ს ველოდებით, იმიტომ რომ 4 კაციანში ფიზიკურად ვერ ჩავეტოვებთ, ძალიან ბევრი ბარგი იყო, 7 ადამიანისთვის. ველოდებით ტაქსს რომ მოვიდეს და წავიდეთ სახლში, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვართ, აი ძალიან დაღლილები ვართ. ძალიან კომფორტული XL-ი მოვიდა, თან ბარგიც ჩაგვადებინა. ეს მძღოლი ვცდილობს რომ ესპანურად გველაპარაკო, სადაც ძალიან სასიამოვნო, ჩვენც ვცდილობთ ჩვენსას. ჩვენ განსაკუთრებით. გიჟდები ამინაზე მართლა და აი მედაში რომ დავდიოდეთ როგორ არ გავაკეთე. აუ ხარ გავაგზავნოთ ლიკა. აკო პრაქტიკულად. მოვედით, უკარგესი ტაქსისტი შეგვხვდა, აი უკარგესი. მოვედით ახლა და აი განწირულობის მომენტი არის, ყველა ფიქრის დროს ყველაზე რთული მომენტია აპარტამენტში შემოსვლა, მერე ოთახების განაწილება. ოთახების განაწილება არის ყოველთვის ყველაზე რთული პრობლემა. ბარგი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი და თან აკლი აქვს. ესეთი სნეკებიც დაგვახვედრეს აქ საყვარლად. და ესეც კიდევ ერთი ოთახი. მოკლედ ყველა ოთახი ერთნაირია რა. მამის სანახავად მივიდივართ, არის ის რომ მადრიდში ვართ და სურპრიზი უნდა გავუკეთოთ. ვადგებით. ვნახოთ აბა რა რეაქცია იქნება. იცის რომ ტაილანდი დაგვიქენსელდა, ბალი დაგვიქენსელდა და დავცეთ საქართველოში. გავრბივართ რომ ამის მივუსწოთ, აი მივრბივართ, იმიტომ რომ ხო არის ის რომ ჩვენ მივდივართ და გაქცევა უნდა იმ ადგილიდან, იმიტომ რომ არ მოსწონს ის ადგილი და უნდა მივუსწროთ. მე მალე, კაი, ძალიან შესამჩნევია ლიკა. მე ამოგიფარები კაცო. მე თუ გინდა ესე წავალ პირდაპირ და უკვე კაი ესე ვიქ წავიდა. წავედით, კაი, ეხლა წავედით და უცებ დავადგეთ რა, წავედით. What the fuck? What the heck? როდენ ვიხარ? ტიკიტაკოში მოვედით და ისეთი რიგია, რომ აქ დადგომას მე მგონი აზრი არ აქვს და მოგვიწევს რომ გავბრუნდეთ. მაგრამ გვინდა. საბოლოოდ ასეთი ადგილი ავარჩიეთ. საჭმელად, სადაც ძალიან დიდი რიგი დადგა სხვათა შორის. ძალიან ლამაზი ადგილია და თან ძალიან გემრიელად გამოიყურება ყველა საჭმელი. და ვნახოთ რა არის. ასეთი გემრიელობებია და უნდა აარჩიო და აქეთ თბილის სივრცეა. აქ აი ასეთი რეფილია, ნებისმიერი რაოდენობის წვენ შეიძლება დალიო ერთ ჭიქაში რამდენი ჩაგეტევა რა რაოდენობისაც გინდა. ველოდები ჩემს საჭმელს და მაინტერესებს როგორი იქნება. ერთადერთი მინუსი რაც არის ის რომ მაგიდები არ არის კარგად დაალაგებული და დაგვხვდა ჭუჭყიანი. ამას უნდა კაპიტალური რემონტი, აი ამ ყველაფერში და პლუს ულიმიტო სასმელში გადავიხადე 36 ევრო. აუ, რა საყვარელი კიბებია ხის. რა კაცო, მარტო ხელა მამაკაცი რო ცხოვრობა. ო ვაუ, კეთილი იყო ჩვენ ფეხი მარჯვენა ფეხით შემოვა. ეს ბოჰოს პირდაპირ სულ. ხო. აუ, რა ლამაზია. გოგო, ცა? რა ხო წავ შეხედე. შემოვიდა ესე უოჭოლი, მამი.
რა ეს რა ლამაზი ჭაღი და თაღები არის არაბული სტილის. რა ლამაზია. ვაუ. ძალიან კარგი და ოკეი. თან რამდენი სარკეა? მამის ფეხსაცმელების გალერეა. ვაუ, დიდი სივრცეა მამაცა. შორი, ძალიან დიდია. ფაიმე, რა ჩაკვარილი ოთახია. გობიჭო, ძალიან დიდი არის. ერთი კაცი ცხოვრობს. ქართველი ეხლის ქართველია თუ არა? მიშველეთ, წემალი. მეორე დღე აქვართ 10 საათია, ულამაზეს ქუჩაზე ვართ, თურმე დღისით კიდევ უფრო ლამაზია, იმიტომ რომ საღამოს არ ჩანდა. რა ხვდება, როგორ დღე გვექნება გადაგვედებათ გეგმები, როგორც გუშინ ფრენა გადაგვედო თუ პირიქით დაგვილაგდება. ლაშა მეჩხუბება რომ წამოიღე ზედაო. ხო, წამოიღე. არ დამჭირდება, იმიტომ რომ გუშინ ტყუილა პატარა ჩემი საწვიმარი, როცა წვიმაშიც კი არ გამომიყენებია. გოგო, გუშინ ხუდი გეცვა. ვეებში ძა. წავედით, ღმერთო, წავედით. მე მოვდივარ აი ესე. ჩართული იყო უთვანა და ეგრე ტოვებდი. რა უთხოვა ჩართული? მათყუებს იგი. გამაურთე ჩემით, მართლა. მე რა? თმის არა. მე რა? უთო ქონდა ჩართული და გამოდიოდა აი. აუ რა ლამაზი კიბეებია ყველა იმაში კორპუსში, ხის. აი ევროპა რა ლამაზი და მოწესრიგებულია. მივდივართ საჭმელად, როგორც იქნა. ძალიან კარგი ამინდია მარტის დასაწყისისთვის, როცა წესით უნდა ციოდეს. ევროპის ყველა ქვეყანაში ცივა ყოველ შემთხვევაში. ნიკა ჩვენი რუკა არის, რადგან სანამ ინტერნეტს დავაკავშირებთ. ან ის უნდა და უკან გადავმსხდარიყავით და მოვიდნენ. კი მეც მინდოდა, იმიტომ რომ არ დავეტევით, რადგან 7 კერძი გვაქვს და ძალიან ბევრი გვაქვს რა მოკლედ. ხო და ნიკამ თქვა რომ არაო არ გადავიდე და იქ ვიღაცების ხედა რომ და არ მინდა. აკი ჩეულებრივი ჩხუბი მქონდა გაჩაღებული. აბა ერთმანეთს პირში უყურო. ან კომუნალია რა და ალუდურენ სხვა და დომკა გვერდზე და ვიღაცები მოვიდნენ და დასხდნენ და ვეღარ გადავდივარ. აი უკან არის მარიამი. მიშველეთ. აბა ბენედიქტი ვნახოთ, ცენი უნდა მოვაცალო. მე გადავინა. ერთ თებში გავატანეთ, რომ ჩატეულიყო ყველაფერი და მაინც ჩავედიეთ საბოლოო ჯამში ასე თუ ისე. მაგრამ რა სილამაზეა. ვერცხლის სუნი აქვს ჭიქას და მეზიზღება. გრატიას. ჩემი ყავა ფისტით. ანა გაბრასდა და გავარდა გარეთ. გავსინჯოთ. ნარანხა. ნიუ-იორკი ხავს, ხარა დაიწყო. ლიკას არ მოეწონა ეს სენდვიჩი და დატოვა და ლაშამ უკვე გაიგდო ყბაში. ლიკა და დავითი უკვე დაგხვდნენ აქ. ის აუზმეს. მოეწონათ. ლიკას არ მოეწონა, დავითს მოეწონა. ფოკაჩა. რა სილამაზე. გაცვია ეხმავე. რა ჩამოდვალე. აქ ლამაზესი ქუჩა არის. ზოგადად ძალიან ლამაზი არის მადრიდი. მე და ნიკა ამყოფები ვართ უკვე და არ ვიცი რატო არ მახსოვს რომ ეგეთი ლამაზია. აქ როგორც ჩანს მაღაზია გაძარცვეს. იმედია ქართველების გაძარცვული არ არის. ბანკი გაძარცვეს. თუ მაღაზია. ესპანეთში ვართ და კასა დე პაპელში მოვხვდით. ვაიბი არის ეს ადგილი რა. ძალიან ლამაზია. ლაშა მაიღო პორტოხლის წონია ხო? ინტერნეტს ვიაქტიურებთ როგორც იქნა, ინტერნეტი ექნება ყველას თავისი. როუმინგოს პაკეტს ვიღებთ კონკრეტულად ესპანეთისას 10 გიგაბაიტს, იმიტომ რომ ჩემს ტელეფონში საკმარისი იქნება. ნიკას ჯერია რომ გავუაქტიუროთ ინტერნეტი. შევდივართ როუმინგოში. გაქვს ხო ჩამოწერილი? ნამდვილად გაქვს. აირჩი ახლა აქ მოძებნე ქვეყანა. აქ ვირჩევთ ამ 10 გიგაბაიტს. ხო გვეყოფა ჩემი აზრით კი ყველას გვეყოფა. აქ უნდა მიუთითო ჩემი პრომოკოდი 0 ლარად ინტერნეტი. მე დაამატე ისიმი ტელეფონში გილოცავ. ინტერნეტი გაქვს. ანა ცალ-ცალკე ათვალიერებს ყველა ფოტოს რომ ნახოს რომელიმე დასაყოსტად ვარგა თუ არა, რომ თუ არ ვარგა კიდევ თავიდან გადაიღოს. აქ არის მარკეტი, ასე ვთქვათ, საჭმლის მარკეტი, ფუდ მარკეტი, ფუდ მოლი. გარედანაც ულამაზესია და შიგნით არის ძალიან ბევრი საჭმლის არჩევანი. რა სილამაზეა, ძალიან ლამაზად არის დალაგებული და თან დაჭრილი წიყიდება. ტაილანდში ვართ, მეგობრებო. მადრიდში კი არ ვარ, ტაილანდია ეს. მე დონატებიც რა გემრიელად გამოიყურება. იქით ვაიმე რა სილა ძალიან კარგად გამოიყურება.
ესეც ასევე ესპანური ტრადიციული ტაპასებია, რომელიც ყოველთვის მოაქვთ ხოლმე რესტორანში უფასოდ. ტაპასები ვიყიდეთ 3 წელი წამ გამოვიწევთ. ერთი წელი ღირდა ლარი და 90 евро, 1 და 90 евро ვარსატო ვიზახერეთ. 5 და რაღაც გადავიხადეთ ჯამში და აქ არის ლურჯი ყველით და რაღაც ჯემით და რაღაცა ყველით და ატმის ჯემით. მოგეწონათ? მე მინდა. მინდა. ვერა მინდა. მინდა. 7 евро ვესაც. ხარამ ხელა. 7 евро ვესაც. But I want it now. სქემიჯი 2 ცალი idო შიგნით 2 ცალი 7 евро 21 ლარი. ანუ კი მაიღო ესპანური კროკეტები, ანუ ესპანური ტრადიციული საჭმელი კროკეტები, რომელიც იბერიული ჰემით არის გაკეთებული. პლაზა დე მაიორი, როგორი ლამაზი შენობებისგან შემდგარი პიაცა. აი ეს ადამიანები მოკლედ გაშლილი აქვთ ნებისმიერ ადგილს შლიან ამ თავის გასაყიდ რაღაცებს. აი გაშალა. აი ესე აი ასე ერთ წამში შლის გასაყიდად თუ პოლიცია გამოეკიდება უცებ აი ესე მოიკრავს გუდანაბადივით და გაიქცევა გარევაჭრობის ხერხი როგორ ავიცილოთ თავიდან როუმინგოს აპლიკაციაშივე როცა ყიდულობ ისიმს იქვე გიწერს შენი ტელეფონი თავსებადია თუ არა თვითონ ისიმთან ან შეგიძლია თუ არა შენს ტელეფონში კონკრეტულად შენს ტელეფონში ისიმის გააქტიურება ჩვენ ყველამ გავააქტიურეთ თავსებადი იყო აიფონი მაგრამ ლაშა ზოკიტერის ტელეფონი ცოტა ჭიროლობს მაგრამ მაინც ძლივშლობით დავამატეთ და გაგვიმართლა ინტერნეტი ყველამ გავააქტიურეთ ესპანეთის ისიმი ვიყიდეთ ონლაინვე როუმინგოს აპლიკაციაში ძალიან მარტივად ზუსტად 2 წამიანი პროცედურა იყო და თან ძალიან ხელმისაწვდომი ტარიფები აქვს 10 გიგაბაიტი ინტერნეტი ვიყიდეთ და ვნახოთ აბა გვეყოფა თუ არა ყველას რა სილამაზეა 3 2 როიალ პალასთან მოვედით მადრიდის. აი ეს შენობაა დაცულია ყველა მხრიდან თან ჩაკეტილი და ჩარაზულია, შემოფარგლული. ჩვენ წინაზე ვიყავით მე და ნიკა. აი აქ ჩოლბროდ დავდიოდით. ახლა არ არის შესაძლებელი. და აქ გადაიღეს კასა დე პაპელი. ურა, კარგია მინდია. აუ ცხენების სუნი უკვე მოვიდა. ჩემს უკან არის მადრიდის სამეფო სასახლე, სადაც ამ მომენტში მეფე არ იმყოფება და აღარ ცხოვრობს მეფე აქ, მაგრამ ფილიპე მეფის დროს აშენდა და ახლა ამ მომენტში სახელმწიფო ცერემონიების დროს იყენებენ ხოლმე. ამ მომენტშიც მე მგონი არის ეგ ცერემონია, რომ ძალიან ბევრი დაცვა გარშემო და არ გუშვებენ შიგნით, თორე ჩვეულებრივ დღეს შიგნით შესვლა შეიძლება. ამჟამინდელი მეფე ფილიპე მე-6 ახლა არ ცხოვრობს აქ, მაგრამ იყენებენ სახელმწიფო ცერემონიებისთვის. და ნუ მოკლედ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეფო სასახლე. ბუკინგემზე ორჯერ უფრო დიდია. ესპანეთში ჩუროსები გასინჯე? რატო? კომენტარებში დაიწერეთ ესპანური არ გამეცი. მეგრულად. უცებ ნიკა მოდის რაღაცა გიგანტური ჭიქით, რომელშიც არის ხილი, პაპაია, მანგო, კივი, ვაიმე, ძალიან გემრიელად გამოიყურება. ხო, პაპაია ცოტა უცნაური გემო. მამი მოვიდა. პაპაია არ მოგეწონა? არ მოგეწონათ პაპაია? ხო, სუდი გემო. როგორია? ანამ შეუყვეთა ერთი ცალი ჩუროსი თავისი соусით და არის როგორი? ზეთის გარშემო უთხარი არ მიყვარს ძალიან ბევრი ზეთი რო არის. ზეთი შებრაწული არ არის, ანუ ისე გამომწვარია. ფრაპუჩინო შეუყვეთა დიდი სამბით და ვერ სვამსახლა და ჯერ მემტენიდა რომ დალიეო და ხო ნახევარი დალია და გადააგდო. რატო შეუყვეთე საერთოდ? სიგი ყოფილა ძალიან. ფრაპუჩინო ყინულები არის დაბლენერებული და კი აუცილებლად. ფრაპუჩინო, ხო? ნიკა, რა კომენტარს გააკეთებ აბა? ნიკა დაეხმარა შეკვეთაში და შეაკვეთინა სხვა რაღაცა. და გადააგდო, ხედავ? ფრაპუჩინოს არ ვიძახი მე. შენი და სეზონური ფრაპუჩინო, რომელიც არის მარტო არ მაინც ჩემთვის გააკეთო. აუ გააფსი რა. ვაუ, ამას შევჭამ დესერტად. ამის გამო გავილუმბეთ სტა, მანგო, ჟოლო, ლიმონი. 4 ცალო ასეთ ნამსხვრაში გადავიხადეთ 46 евро, 200 ლარამდე. რა კაი შეფუთვა, მართლა ისე ეს არის ჟოლო. და ახლა დანარჩენი ერთნაირია. სტა. აუ ეს ყუთი რა შევიდა. შევინა. ეს მეორე სტა. კიდე ისა. გემრიელია? მართლა? უბიც მიქა. რაღაცნაირად ძალიან გემრიელი. მოსივით კრემია. და ძალიან ტკბილი არა. მარილი გრძელი? კი.
მოიტანე. ეცები გაანახე. Oh my god. Oh my god. ვერ ამიგა. Oh my. ძალიან გემრიელია რაღაცნაირ ფაფავს მანგოსი და ძალიან გემრიელია. ეგეთი ძალიან გემრიელია, მანახე შევანაწილე, კარგად ვერ მოვკვიჩ. ნიკასაც გასი, ნიკაცო. ან ცოცხალი მანგო. ანუ არა კვირი დესერტია. ანუ კარგი ჯერ როგორ გამოვიყურე. გემრიელია. მაი, გასული. შოკი მაგ. აი ძალიან გემრიელია. ეს მჟავეა? ჟოლო ჩავკვიჩე ამ წელს. იმენე ჟოლო ჩავკვიჩე. აუ და კარგი. თან იოგურტია, უკარგესია. მარკეტში გამოვედით. ამ წვიმაში მაინც არ ვისვენებ. და ჩვენ ამ დროს შეფუთულები ვერა განსაკუთრებით. ეს ლიკას დაბადების დღეს შემოდის, მამის მოაქვს სპორტი და ჩუმად შევაპარებთ სახლში, რომ ლიკამ არ ნახოს. და მე ჩუმად ავუნთებთ და მიულოცავთ 12 საათზე. ახლა ჩვენი ვაჭრობა იწყება. აუ 3 ევროღის მარწყვიდან რამხელებია ნახე. სათბურის, მაგრამ მაინც მინდა. ეს მინდა აუცილებლად. ხაიმე, გამივარდა. ის რა არის? მაჩვენე რამხელა გოგო. მინდა ჩააგდო. ხო, გასაყო. ეს კიდე მარწყვი? კაი, გასაყო. გავიყოთ. სასმელიც ვიყიდეთ, გაზიანი სასმელიც, სნეკებიც. შევიკრიბეთ მამით შემოგვიერთს და პატარა სუფრა გვაქვს. უკვე ახილით და ასე შემდეგ. სასმელით კოკაკოლათი. დღეა რანათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლივას დაბადების დღეა გილოცავ მეგობრებო, ცოტა ჩავუწიოთ, იმიტომ რომ აქ შეზღუდვა არის. წესები გვაქვს ამ სახლში, წესები გვაქვს. ვაიმე, წესები გვაქვს. პირველი საათია, გამეთიშა საათი. დილით კარები. მოყევიანა. აი, ვიღაცა ზარის ხმა იყო და მეთქი კორძოძე ხლა იქვე არის და გააყებს ხო, ნუ გავიდე 10-15 წუთი არავინ არ გააყო. მე ხმა მესმის, ჩიკიტეს სათხართ ისე. მივხვდი ესპანურად და გავედი და დიეკარებში დამხვდი ეს კაცი კი მივხვდი რომ ამ თემებში იყო, მაგრამ მეთქი რანაირად გააყო და მე ეგრევე მარია, მოდი. დიეკარებში იდგა უცხო კაცი და იყურებოდა. აღმოჩნდა რომ არის გათბობის ხელოსანი, გუშინ გათბობა არ გვქონდა მთელი ღამე და მოვიდა გასაკეთებლად. ლიკა შუაბანაობისას გაუცივდა წყალი. არა, არ შესუან, მაგრამ უკვე მომზადებოდი და ძალიან გამიტყდა. მოკლედ ახლა აკეთებს და გამოგვასახლა ოთახებიდან. გავარ და ველოდებით. ორი დღე წყალი არ გვექნება და სულ ორი დღე ვრჩებით კიდევ ამ აპარტამენტში. აი ასე გვიწევს გავაცხელოთ წყალი და ვიბანაოთ. პირველი საათია უკვე სახლიდან არც კი გავსვლათ. ახლა წავალ სასაუზმოდ, მაგრამ ანუ საჟინელია მინდია. სულ ორი შარვალი მაქვს წამოღებული და ერთი გახეულია პირდაპირ ტრაქთან. ძალდატანებით გავდივართ გარეთ. ასეთი ამინდია და განწყობაც შესაბამის. ლიკა მეკიდა 10 евро 2 ცალი ქოლდა, ერთი დავიცა აქვს უკან და მივიდეთ ახლა სასაუზმოდ. просто აი ქუჩაში მოვდივარ, სადა კაცმა და გამოჩერა. მინდაო ქოლდაო და არა მეთქი და დაფიქრა მიწვიმა და quantos años მეთქი და 10 евро. ეს არის დღევანდელი საბრექვესტო საბრანჩო ადგილი. საკმაოდ საყვარელად გამოიყურება. მოვიდა კერძები, ნიკას ტოსტი, ანას ბეიგელი, ჰალოუმი ტოსტი, ამის ბურგერი და ამის გამხელა და ჩემი ბენედიქტი სოკოთი. მამი მოვიდა. დესერტად ავიღეთ მედალიკამ გასაყოფად დარეჩინის როლი, რომელიც არის ულამაზესი და გამოიყურება ძალიან კარგად, მაგრამ გითხრას რომ სამ კაცზე გასაყოფად გეყოფათო და რა ვიცი, მედალიკას თუ გვეყოფა ეგეც სიმადლეა. ამოვსკედით და წამოვედით ახლა არსად არ ვიცი. მე ვერ ამოვსკედი საერთოდ. აუ, ამან და ამისმა ჭამამ ხტვინი წაიღო სულ, არ ვიცი, სუმშია როგორ არის. მართალი. აი, ჭამისა ბაიონესა ისა პური, всё. შენ თვითონ არჩია, მე ვეუბნებოდი, არა იყო ეგ მეთქი და არ დამიდიან და მაგის ბრალია. ვერამ ტელეფონი დაკარგა, ასეთმელი აიღო და ტელეფონი დადო. და ვიღაცა აიღო და ვეღარ ვიპოვეთ.
კიდევ კარგი გასვასთან ჩააბარეს და მე გავხსეს. ძალიან ლამაზი შენობებია მთელს მადრიდში. აი ულამაზესი შენობებია და თან უსუფთავესი. მამი მოგვიყვანა როგორც ყავის მოყვარულმა. Pas gemel qavs damilevia es. მართლა? Madrid-ში რაც დამილევია ეს არის ჯერჯერობით. ოკეი. სინამოს სინჯავენ, ანუ უგემრიელესი შენ არ მოგეწონა? ანუ ძალიან გემრიელია. ისეთი არომატი აქვს რა. ხო, გიგონება ჭამ. შენ მოგვიშვით. Let me in. მოკლედ ბოილერის გასაკეთებლად მოვიდნენ და ლიკას მოუტანეს საჩუქრები. აი ესეთი ნამცხრები, იმიტომ რომ დღეს დაბადების დღე აქვს. ჩუროსის მსგავსი რაღაცა. მოკლედ ვერონიკამ გადაწყვიტა, რომ ჩემი თმები უნდა დააპატიოს მას და მე ვფიქრობ, რომ დავარცხნის შემდეგ ჩემი თმები ფეთქდება, აი ესეთი ხდება და აწეული თმები მომიწევს წასვლა. ვერონიკა მეუბნება, რომ ძალიან ლამაზად ვექნება. ნახოთ, შედეგი. სერიოზული სამზადის მიდის. ბიჭები გველოდებიან და ვაგვიანებთ, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, გველოდებიან. ტაქსიმა გამოვიძახთ ახლა და მივდივართ. ანა თითქმის მზად არის, კიდე მზად არის, ვერა მზად არის, მეც მზად ვარ. გოგოები დამეხმარნენ მომზადებაში. სასმელის მენიუ გადავშალე და ვხედავ პინა თოფურიას. თვალებს ვერ დავუჯერე და ვკითხე მიმტანს, რომ რატო ქვია მეთქი თოფურია თქო და ასე მითხრა, რომ MMA-ის მებრძოლია თოფურიაო. რა საამაყოა ეს ფაქტი, რომ ქართველი გვხვდება მენიუში. აი, კერძებიც მოვიდა. გრატიას. აი ესეთი კერძები მოვიდა ძალიან ფოე. მამის გაფარჩული ხათამი. როგორ იყო მამი? უაზე გავხურჩა. და გავსინჯო. რიზოტო. მე ვარ ძალიან აი ამა. მარილი აკლია. ინა თოფურიას სასმისით გაუმარჯოს ილია თოფურიას. ეხა მეორე ბარში გადმოვინაცვლეთ. ჩვენ ფეხი წამოვდით 15 წუთის გზა იყო და ისინი ტაქსით მოდიან. იმედია მოგვეწონება ეს ადგილი იქ საშინელი საჭმელი იყო. წეხან ალუკინ ფოტო ჩააგდო, რომ ვიდეო ჩააგდო, რომ მარშრუტით მოვდივარ და რა ხდება ხალხო? ეს ხაშურის ლიმუზინით მართლა? მარშრუტით მოხვედი. მარშრუტით მოხვედი. თბილისი მარშრუტით გამარჯობა, მადლობა. უღრესი მადლობა. მარშრუტით რანაირად მოხვედით? მოვედით. ეს არის სივრცე. ბაშა უკეთოთ, ხაკაცი ცოტა გამოვა. მე არა, შედით, მარიამ, შედით. სიგიჟია. არა. ხალხო, ორი ხო იყო შეკვეთილი. ბაში სადაც ვარ. არა, ეს 1 ლიტრი 380 евро. 1 ლიტრი არ არის 380 евро აბსოლუტი და ბელუგა ეს 600 евро. ჩვენ ადრე მოვედით. დანარჩენები დაარჩნენ. ტახში დილიდან რემონტი გვაქვს, მოკლედ ბოილერი მოიტანეს. კვილებს ვიხავთ სიფსიხის დონით, ანუ ყველა შევარდით, კვილებს ვიხავთ, იმიტომ რომ გითხრეს წყალი საერთოდ არ გექნებათო. სენდვიჩები შევუკვეთე ზამათმა, სანამ ჩვენ გვიკეთებენ ამ რაღაცა ბოილერს, მოკლედ და ჩვენ წავალთ რესტორანში საჭმელად. 2 საათი ხდება და ჩვენ ისე ველოდებით, როდის გააკეთებენ ბოილერს და გვექნება წყალი. აპარტამენტი დავჯავშნე, რომელშიც უნდა ვიყოთ მალაგაში. აი ესეთი დიდი სახლია, თავისი 6 ოთახით, საბილიარდითი და ასე შემდეგ. ბუკინგზე დავჯავშნეთ. გადავიხადე მერებარათით, მინდა რომ გადავანაწილო რამდენიმე თვეზე, თან უპროცენტოდ მოკლედ და რადგან 8 ადამიანი ვართ და ეს აპარტამენტი დაჯდა დაახლოებით 6,000 ლარამდე და ჩვენ ვართ 8 ადამიანი, ამ თანხას გადავანაწილებ თვეებზე და მოგვიწევს თვეში ძალიან მინიმალური თანხის გადახდა. 5 თვეში მაგალითად ან 6 თვეში მოგვიწევს 100 ლარი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მინიმალური თანხა მოგვიწევს გადანაწილებით და თან ამ მომენტში სახარჯოდ გვჭირდება ევროები და გვიჩვენებიან რომ სახარჯოდ გამოვიყენოთ ეს ფული და ბინის და დანარჩენი ხარჯები გადავინაწილოთ შემდეგ თვეებზე. მერებარათის ოპერაციობა ზუსტად ეგ არის, რომ შეგიძლია რამდენიმე თვეზე გადაანაწილო შენი ხარჯი. მათ შორის ბუკინგ.com-ზე დაჯავშნილი სასტუმრო, ან თუნდაც ფრენის ბილეთები, აი მე ფრენის ბილეთებიც მასე ვიყიდე ზუსტად დაახლოებით. კაცზე ბარგიანად გამოდიოდა 1100 ლარი, იმიტომ რომ თბილისიდან ჩამოფრინდით. საბოლოო ჯამში ბინის ფრენის ხარჯი გადავანაწილეთ თვეებზე და სახარჯო ევროები დაგვრჩა უფრო მეტი. გადახდისასაც სილკვარათით ვიხდით და შესაბამისად ლოიალობის მეტი ქულა გვერიცხება, უფრო მეტი ვიდრე სხვა შემთხვევაში. მალაგაში სასტუმრო დავჯავშნეთ. სახლში წყალი გამვიკეთეს.
და არის უკვე 4 საათი და ახლა გამოვედით გარეთ, იმიტომ რომ ახლა მოსვლენ წყლის გაკეთებას. სასტუმროს გავშანსაც დიდი პერიოდი დაჭირდა. გავლახეთ ერთმანეთი, გაგულახენ. და მოკლედ ვიჩხუბეთ მაგ სასტუმროზე ცალკე. აი რა სილამაზეა, გამერთო, აი ულამაზესია. ულამაზესია ეს ქუჩა. ყოველი სენდვიჩების საჭმელად მოვედით, მაგრამ 5 წუთი იკეტებიან და გაგვალახეს მაგლა. როგორ იყო დროზე გადაიხადე, დროზე ესე გვანიშნებდა, რომ მალეკენი რომ ვიკეტებით. ძალიან კარგი საცხობი შეგხვდა აქ და რა თქმა უნდა ამასაც ვიღებთ. აი ასეთი სენდვიჩები აღმოჩნდა, მოგეწონა? გებრიელი. ეს ქათმითარე. ხო, მაგიტო შევუკვეთე მეორე, ვაიმე, ძალიან გემრიელად გამოყურება, მაგრამ სად ვჭამთ? ანუ ქუჩაში სად ვჭამთ? ესეც მეორე სენდვიჩი, ავოკადოთია. მადრიდის სილამაზეებიდან. ძალიან ლამაზია მართლა. ვაუ, რა ლამაზია. მარიამ ინ პარი, ტრიუმფალური თაღი. დევართ ტბაზე. ერთი ნავიტებს 4 ადამიანს და ღირს 8 евро 4-ვესთვის. ანუ გასაყოფად ჯამში ძალიან პატარა თანხა გამოდის და თან ასეთ სილამაზეში გაისეიდებ ნავით. წლიმს ამოვედით ნავზე. ლამის გადავტრიალდით. რაღაც ვიდეოები და რა გადავიღო, მე რო ტრიალებ. ის ტრენდი რო არის, რა ქვია, ბავშვობის რო ტრიალებს კარუსელზე. ჩემი დამზე. ჩემი დამზე. აუ ლაშა რატო დამასვენე დეგენერატი ხარ? აი გამოიღე. რანაირად სიوامის. ვაიმე გაყიდულია. სად არიან ლიკა და 4 დღე არ გვინახავს ნორმალურად ლიკა, ვაიმე. გამოვიფურთხე. აი ასე აკეთებენ. აქ არის ტოპინგების მრავალფეროვანი არჩევანი, ნებისმიერ სირჩევ და მოკლედ გიმატებენ. მე ავიღე კრემ-ბრიულე და ვერასთვის ავიღე დუბაი შოკოლადი. First in გოგო და ბიჭი ერთმანეთს ცემდნენ. აი სიტყვით ცემდნენ. ხო და ამ ბიჭს ნიკა ფხილად თორე გაგიტანს ხალი. რაღაცნაირად იყურება. მე მგონი მეც გამიტანს. ამ ბიჭს ტელეფონია და ნაგვის ურნაზე ქურთუკთან ერთად. ვიღაცა ტიპა ჩაიარა, ტელეფონი აიღო, ხედო ძირს და წავიდა გაგრძელდა. ეს ბიჭი გავაჩერდა და ვეუბნებ რომ შენ ტელეფონი მე მგონი მოგყარეს თქო და არ მომაქცია ყურადღება. გააგზელო იმ გოგოსთან ცემა ტყება. ალბათ 1-2 საათი გაიგებს თუ ტელეფონი აღარ აქვს. ერთი დესერტი არ გვეყო და მეორეს მოვაკითხე მარწყლებს თავის შოკოლადის შადრევანით. ჩვენ საყვარელ ადგილას მოვედით საჭმელად და ძალიან უჭირს სისუფთავეში. მაგიდე ვერსუ გადასაწმენი და თან ანუკის გადააყარა ზენ. ასეთია ჩემი კერძი ლატინ ლავერი, დავამატე კარტოფილი და ავოკადო, ლაშასი სტეიკი და ესეც დანარჩენების საჭმელები. ჩიზკეიკის საჭმელად მოვედით და ეს არის რიგი უკან. ლიანად. აქედან იწყება, აი აქ თავდება ერთი ჩიზკეიკის რიგი. აი ასე გამოიყურება ეს ჩიზკეიკი და 1 საათი ვიდექით ამის რიგში, ნუ კაი 40 წუთი. და ძალიან ბევრი არჩევანი აქვს ტოპინგებისა. გემრიელესია და მართლა ღირდა 1 საათი აი ამ რიგში დგომა. დღეს მამი ჩვენ დარჩება და ხვალ ერთად მივდივართ მალაგაში. შემდეგი 6 დღე ერთად ვიქნებით. კი, რა ხარ უკვე? არა, ნუ ახლაც ვიყავით, მაგრამ იმენა ერთ სახლში ვიქნებით.